უკვე 21 ივლისია და ჩვენ ქუთაისში ვართ. თელავის არჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ ახლა უკვე მამაქალაქში უნდა ავარჩიოთ მაგიდის დერბის ძირითადი ეტაპის ერთი მონაწილე. ძალიან ცოტა დრო დარჩა იქამდე სანამ შევხვდებით პოტენციურ მოთამაშეებს. მანამდე კი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქალაქში მოვისმენ საინტერესო ამბებს რამა შენგელიაძე ქუთაისის ტორპედოზე. მოკლედ დიდ რომ აღარ დავკარგოთ, ახლა შეგვიძლია წავიდეთ და ნელ-ნელა გავეცნოთ იმ შემადგენლობას, რომლითაც მე ძალიან მჯერა. მჯერა რომ კონკურენტუნარიანი ჩემპიონატი ჩატარდება ქუთაისში და საბოლოოდ ის 8 მონაწილე იქნება ღირსეული, რომელიც იბრძოლებს საუკეთესო ტიტულისთვის. წავედით. ქუთაისის შესარჩევ ეტაპზე დავით ველიჯანაშვილს ორი ჟიურის წევრი დაეხმარება. ერთი ამ თამაშის გამორჩეული მოთამაშე, ერთ-ერთი საუკეთესო ყველა დროის დადო ბაციკაძე და მეორე წინა სეზონის ვაილდკარტის მფლობელი გაბრიელ ბერაძე, რომელმაც ალექსანდრე გაბრიჩიძე ჩაანაცვლა ცოტა ხნით. და ქუთაისში სწორედ ის არჩევს ამ ბევრ მონაწილეს შორის 8 საუკეთესოს. რაღაცნაირად მიყვარს ეს ქალაქი რა. იმ თემაზე ჩვენ ვართ ჩამოსულები, ერთ-ერთი ყველაზე სწორი ადგილი მგონია საქართველოში. არა, ქუთაის მართლა აქ საფეხბურთო ძალიან მაგარი ისტორია. ეხაც აი რაღაცნაირად შეგრძნება, მაგრამ სულ რაღაცა მოლოდინი გაქვს, რომ აი მაგარი ტიპები მოვლენ და მიხარი აღფრთოვანება მემართება ხოლმე, რომ აი რაღაცა ხალხს გავიცნობ, ვიღაც ახალი საერთოდ მარტო სახელი და გვარი რო ვიცი. და უცბად აღმოჩნდება, რომ კარგი იუმორია, კარგი თამაში უყვარს, აი ეს ცოდნით გაზიარება და გამოვლენა და რა სასიამოვნოა რა. რამდენი ადამიანი გველოდება დაახლოებით ჩვენ ყველაზე კარგად იცი, საიდანაც დავარჩიოთ ის 8 მნიშვნელოვანი კაცი, ალბათ 20-ზე მეტი. კი, 24 ადამიანი ჩამოყალიბდა საბოლოოდ, თავიდან რაღაც მეტი იყო, მერე გადაირჩა, მერე ზოგმა ვერ მოახერხა სამწუხაროდ ზოგს რაღაც გეგმა შეეცვალა და 24 ადამიანი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ გავიცნოთ და ალბათ დიდი გაჭირვებით, როგორც ყოველთვის 8 ადამიანი შევარჩიოთ, დიდი გაჭირვებაში იგულისხმება ის, რომ გვენანება ხოლმე, ბევრია ხოლმე, როგორც ეს კარგი და ეგ არის. გამარჯობა. მოგესალმებით. სალამი. ერთ-ერთი თუ გითხარებ რა საკეთებ? საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი. რაღაცა მაინც როზე გამარჯობა? ჩემი ასე რომ თქვა დამკვიდრებული ტრენდია. მონაცემთა ანალიტიკოსი. 52 წლის ვარ პროფესიით ელექტრიკოსი. კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მენეჯერი ახლა ვარ სწავლა პროგრამირებაზე. ვარ DJ-ი, რის გამოც ვიყავი აქ ჩამოსული შაბათ-კვირა და გადავწყვიტე რომ ერთი დღეს დავშენილიყავი, მიმიღო მონაწილეობა. კარგი საღამოები გამოვიდა? კი, საკმაოდ. ყოველთვის ეგრეა ქუთაისში. ანუ ბურთი გადავარ და მოვიტანენ მე დავდები იმ შემოხაზო ჩაწოდებული გავიდა და მე ყველა მიმეძებდა ყოველი კუთხურის მე არიქა შენ კარგი ხელი გაქვს. მინდოდა რომ სულ კომენტატორი გამხდარიყავი, სამწუხაროდ ჯერჯერობით არ გამოვიდა. გალათასარაი რეალის თამაში გაზეთში მაგცაკეთო. წარმოიდგენდი რა, იქ აგიხწერდნენ გოლი როგორ გავიდა, შენ ვიღაცამ ნახა და აღწერა და შენ წარმოიდგენდი რომ ესე გავიდა უბრალოდ. მე ხანდახან ემთხოვდა, ხანდახან არა. ფანტაზიაში ყოველთვის უკეთესი გოლები გადიოდა ვიდრე რეალობაში. ბარ რესტორანში მუშაობ. როგორ მოხდი აქ? მეგობარმა შემივსვა, ასე რომ ვთქვათ და ძალიან სპონტანურად მოვხდი დღეს აქ მართალი რო გითხრა. მორიდებული კაცი ჩან ხარ? რა, ჭველი ვარ მე წარმოშევით. კითხვა რო იყოს უშუალოდ ქუთაისის ტორპედოდან, ეგ თუ გაგიმარტივდება, თუ დადიხარ ხოლმე ქუთაისის თამაშებში? თამაშებზე კი დავდივარ, მაგრამ გამიმარტივდება, რა გააჩნია კითხვა როგორი იქნება. მე დავდივარ ქუთაისის ტორპედოს მატჩებზე და ძირითადად ჩართული ვარ იქ ტრიბუნაზე რაღაც ამბები რო ხდება იმ მომენტთან დაკავშირებით. აი, ეგეთ კითხვები გვაქვს. 2017-ში ცნობილი საჩემპიონო თამაში ტორპედოსა და დინამოს შორის. მან თუ გახსოვს, გამარჯვების გოლი რომ გაიტანა. სამწუხაროდ არ მახსოვს. დრამატული დასასრული ჰქონდა. ხვასხვაძის პენალი. ხო. უდუ ზივზივაძეს ფიქრობ, მაგრამ არ ამგონია სანდრელიაში იყო მეგონი. გამარჯვების გოლი? არა, ქართულ ჰუმორს. რა? ხო. თორნიკე კაპანაძე. კაპანაძე. ელვას ეძახდნენ მე მგონი. მეც სახელი ახსოვს და გვარი არა. ელვა კაპანაძე. თუ გინდა იმასაც გეტყვი თუ უკან ვიყვირო და გადავწვა აკოურობა. ეგ არ თქვა, მაინც გამერებია. კაი, დინამოზე ვიკითხავ, რომელ წელს გავიდა თუ გახსოვს დინამო UEFA-ს თასის ჯგუფი? 4 იყო, 2004 წელი. მეტოქებ თუ გახსოვს ვინ იყო? კვალიფიკაციიდან ჩამოვთვლით თუ ჩამოთვლი კი ბატონო. სპორტინგი იყო, ლისაბონის სპორტინგი, ბერძნული პანიონისი იყო, ნიუკასლი გასვლაზე, ნიუკასლი სპორტინგი და მე და არ მომეწონა იმ დრო ორი გუნდი აგეთ. ესე იგი ბატეს მოუგო პირველ საკვალიფიკაციოზე, სლავიას მოუგო გასვლაზე წააგო და სახში მოიგო. ბატესთან ორივე მოიგო. ჯგუფში ყავდა თუ არ ვცდები ნიუკასლი სპორტინგი და პანიონიოსი. კიდევ ერთი ცალი დარჩა. და იმ ერთ ცალზე ისეთი მინიშნება აქვს, ამას რო აღარ თქმევინა. თუბია შენ გაიხსენო. ფეცოდი შესანიშნავი მინიშნება. ქალის სასქეს ორგანოს გავს სახელი.
სოშო, ორი იყო. კიდე 3 გუნდი იყო. სპორტინგი, ნიუკასლი და პანიონიოსი. 5 გუნდიანი ჯგუფები იყო მაშინ. ანგარიშები ხო გავს? ანგარიშებიც მახსოვს და სპორტინგთან როგორ წავაგეთ, გახსოვს ანგარიში? 0-4. ლიედსონმა გაიტანა ჰეტრიკი. ეს არ ჩავსვათ, თორე დინამო გავიხსენე და ტორპედო ვერა მართლა დამბრიდავე. რამდენს გადაიხდი გააჩნია. ქუთაისის შესარჩევ ეტაპზე გადავაწყდით მეგობრებს, ქუთაისელ ძმაკაცებს. მე და ბექა ამ თამაშს ერთად ვუყურებთ ძალიან ხშირად და მეტიც ვაპაუზებთ და ისე ანუ ხო ხვდები თამაშობთ და ძალიან დიდი დუელი ქონა გაჩაღებული და იმედი მაქვს რომ პენალტების სერიაში შევხვდებით ერთმანეთს. კიდევ ერთი რომ წელს ემოცი შველერ ვარ ეს მაისური მატჩი იმის ამსახურება რომ მაგის დერბი მომიგაგე დაპაუზებებით და ჩვენი შორის სანაძლეო იყო. მაისური მოგიგო შენ? კი. და ამიტომ მადლობა მაგის დერბს რომ დღეს Manchester City-ს 2013 წლის ფორმა მოცვია. არგენტინელი ფეხბურთელები მოკლედ ჩემპიონთა ლიგის ფინალებში გოლებს იტანენ ხოლმე და ერთი მესი იყო ეგეთი. და მაგის გარდა კიდე ორია ბევრი კი არ არის. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში აქვს გოლი გატანილი. აბა თუ გაიხსენებ იმ ორიდან ორივეს. მეც არა აქვს. მე ზოგადად არგენტინელები არ მომახსოვდება. მე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და მარიამ გაიტანა ერთში მახსოვს. არ გაუტანია. დიმარია? არა. ტევეზი. ტევეზი არა. მარტინესი? არა. ვიცი გულშემატკივარი ხარ? კლუბებში ლივერპულში. გამარჯობა. ჩემპიონთა ლიგა ბევრჯერ აქვს ლივერპულს მოგებული არც უყურებ. ჩვენ რომელსაც ვიტანთ იგი გახს. კრესპო არგენტინელი იყო? Yes. აქ ეგეთი კითხვის დასმა შეიძლება აქ? ავი აბა იგუაინი ავიც არ მახსენდება. იგუაინს არა კატანილი. აი ვერ ვიხსენებ ბოდიში რა. მილიტო არის დუბლი შეცვლა ბაიერნთან და ასევე ლივერპული მილანი არ იყო, არც წინა ლივერპული მილანში აკრესპო იყო. ხო, უნდა მეთქვა გაჩერდი აღარ წახვიდე მე კიდე. ბაიერნი ინტერი ორივე მილიტომ გაიტანა. ალბათ მილიტაოს ვერ გაუტანი კი არა. მილიტაოს არა, მილიტოს. მილიტოს ბოდიში. კრესპოს უპასუხებდი ერთს. კრესპოს მილანთან. ეგ არის. ლივერპულთან. დიეგო მილიტო? კრესპო. კრესპომ გაიტანა დუბლი. ეგ არის. მე რასაც უყურებ ხოლმე შესარჩევებს, ვინც მოდის რომელიმე გუნდის მაისურით, ერთი ძედმეტ კითხვას იჩალიჩებს ხოლმე რა. და რატო მაინც და მაინც ბრემენის ვერდერი? ზოგადად გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და ეს გერმანული კლუბების და გერმანიის ნაკრების მაისურების კოლექცია, ну შეიძლება ძალიან დახმავალნე თქვა, მაგრამ დაახლოებით 50-მდე მაისური მაქვს. დღეს ბრემენის ვერდერის მაისურით ვარ წარმოადგენილი. წინა წელს კიოლნით ვიყავი და ასე შემდეგ. აი ბატონო, ნახოთ თუ მოგიტანს წარმატებას მარგო მარინი. მე წარმატებებს გისურვებ, გულიცულის. სულ 5 ფრანგ ფეხბურთელს აქვს ოქროს ბურთი მოგებული. ერთი ბოლოს ვინც მოიგო იყო კარიმ ბენზემა და დანარჩენი 4-დან რამდენს დაგვისახეთ. ანრი? ანრი არა. ანრის არა. ანრის არ მოუგია სამწუხაროდ. პლატინის რო მოგებული აქვს რამდენიმეჯერ და გარიფლება, ხო? არა. ფონტენს არა, ეს არ მოუგია. მბაპე ჯერ არ არის, მაგრამ ალბათ მალე იქნება. ერთი შედარებით ახალია, ერთი შედარებით ძველი. 99-იანი ვარ. კი არ ვამართლებ, უნდა ვიცოდე რა თქმა უნდა, მაგრამ. ლევს გულშემატკივარი ხო ხარ? კი. ეგ არა და მაგის მე რეიჯი და გასახდელში ესეთი მინიშნებები გქონდა. აი მაგით. ზიდანი, მიშელ პლატინი, ჟან-პიერ პაპენი. კი ბატონო, ეგ არის. არტივები მოიშორე. შედარებით ცოტა რთულები დარჩა. კოპას. კი ბატონო, კოპა მინიშნების გარეშე მე მგონი პირველი ყველაზე რთული აიღე იდეაში. კოპა იყო პირველი, ყველაზე მეტი ასისტი თან სოფლიოზე. თონიან გორგი. ფონტენს უასისტებდა. პაპინმა მარსელთან ერთად. ოკეი, ზინედინ ზიდანი, მიშელ პლატინი. იმას აქვს ჟან-პიერ პაპენს. კი ბატონო. ერთი დარჩა. რაიმონდ კოპა. როგორც ვიცი, ადგილობრივი ხარ, ქუთაისელი ხარ. რა მოლოდინი გაქვს? იქამდე სანამ ჩვენ ჟიურის წევრებს შეხვდები. როგორი კითხვები იქნება შენი აზრით? მოლოდინები კარგი მაქვს, მაგრამ არ ვიცი წინ რა იქნება. იმედია რომ წარმატებით დასრულდება ყველაფერი. ქართული ფეხბურთელები კითხვას თუ ზოგადი? მე ვიმედოვნებ რომ ქართული ფეხბურთიდან იყოს, იმიტომ რომ უფრო ამაზე ვარ ორიენტირებული და თუ იქნება ცხოვრ ფეხბურთიდან დიდი სიამოვნებით. აი ქართული და თან ქუთაისი, მერაბ მეგრელაძეზე რო იყოს რამე კითხვა, გექნება პასუხები? კი, მთელი ოჯახის. კაი ბატონო, წარმატებები მაშინ. კაი, ხაბა შენიც. ჩემპიონთა ლიგა ან თასი ორი კლუბით მოგებული აქვს 7 მწვრთნელს. ბოლოს მე-7 გახდა მიმდინარე წელს ლუის ენრიკე. დანარჩენი 6-დან რამდენის გახსენებას შეძლოთ? დელ ბოსკე. რა. ეგ არისო? კამერებთან უბრიდე.
იქაც კამერები იქნება. ლეგენდარული მწვრთნელი იმის მდგარი დამოვის თამაკაცი. ის იყო და მწვანე თვალები ქონდა, ეგ არ ითვლება. ჩელოტი იქნება ერთი აუცილებლად. მაურინიო მეორე. მაურინიოს. პორტოსთან და ინტერთან ერთად. გვარდიოლა მესამე. Jupp Heynckes. კი ბატონო. ოტმარ ჰიცფელდი. ეხლა დარჩა რთული. ერთ აქ მარტო ჩემპიონთა თასები და მეორე Unai Emery. არა, ჩემპიონთა თასები აქვს ერთ მარტო. და ერთი არის ერნ საბელი. კი ბატონო. შვენია. ერთი კონვერტი აიღე, რომელიც გინაშუიდან აიღე, სულ ერთია, რენდომ, რომელიც გაგიხარდება. თეთრი უჯრები უნდა შეავსო. ერთი კითხვა შეიძლება. ბრაზილიელი როს თავში მაგი მახსოვს მე. პარტივი ყოფილა რა. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა ზაზა. კარგი ხალხი ხარ ცილო. ძალიან დიდი მადლობა. საკმარისია. მოკლედ დასრულდა ქუთაისის შესარჩევი ეტაპის პირველი დღე. დასრულდა მონაწილეებისთვის, თორე ახლა სცენარისტისთვის და ჟიურის წევრებისთვის უფრო რთული სამუშაო იწყება. 8 საუკეთესო სავარშიოთ და მე ვნახოთ ხვალ უკვე დაგებრუნდებით უშუალოდ მაგიდის დერბის მაგიდიდან, სადაც პენალტების სერიას ითამაშებენ. დატოს აქ ძალიან საინტერესო ფურცელი. შესაძლებლად რომ კონდეს მარტივად მაგ ესე გვარების მიხედვით დალაგებული რა. ოღონდ მინიშნებები მაქვს ჩემთვის დაწერილი რომ ვიღაცამ რაღაცა აიღო რაღაც კარნახით ან რაღაცა ვერ აიღო მაგრამ ახლოს იყო და ეგეთი რაღაც მინიშნებები მიწერილი მაქვს. გადავიყვანეთ. ხო, ეს კაი ბიჭია. თამაში შეიძლება ითამაშოს, ხო უკვე. ყველგან მოდო უკვე პლუსში. ზართული შეხვდა. ზართული რა არის, მაგრამ ეგ ვინმე შეავსო წესია რა. რაღაცები იცოდა რა, კარგად უპასუხა. მეც კაი შეფასება მიწერია. ხუთი გვაქვს. ყველაზე მაღალი შეფასება მიწერია ვინც. მეც მაღალი მიწერია. მეც მაღალი მიწერია. აფათ ჩალიჩობს რომ გაძრეს, მაგრამ რამდენად გაძრება ხოლმე არ ვიცი. არა, ეს ჯობდა. ამის მაგია. ამას შევიყვანდი. პირველი ჯან, ადამიანს შევევნები. არა, ხარ და ერთი და იგივე. ბიჭო, დიდი სხოლა ვერ დავიჭირე. ხანდახან არის ხოლმე და ჩემი დაკვირვებით ხდება რომ აი აქ მოსული ადამიანი ცოტა დაძაბულია, ცოტა რაღაცებზე ისეთზე ვერ ცემს პასუხს, მაგრამ აი ბევრჯერ მქონია რომ აი ეგეთი რომ გადასულა თქვა ასე თუ ისე რომ გიფიქრია რომ კარგია და მე უცბად გიჟივით უთამაშია უკვე მეორე დღეს. ძალიან დაძაბული და საინტერესო განხილვის შემდეგ საბოლოოდ ბევრ მონაწილეს შორის 8 საუკეთესო შეირჩა. ხვალ ქუთაისში მაგიდის დერბის მაგიდას შემოუსწრდებიან ეს მონაწილეები და პენალტების სერიას ითამაშებენ. აი გამარჯვებული კი ძირითად ტურნირში საგზურს მოიპოვებს. აბარას უშინდელ დღეს. აი დღე იყო. კაი და იყო რამხრივ ნახე გეტყვი. იმედგაცრუებაც იყო და სიხარულიც. იმედგაცრუება იყო იმ თვალსაზრისით რომ რამდენიმე ადამიანი ვერ მოვიდა და ეგ კარგი იყო იმიტომ ცოტა შეგუმსუბუქა საქმე. ანუ ცოტა შედარებით მალე მოვჭით, იმიტომ ძალიან ვიღლებით ამ პროცესში. მაგაშიც კარგის დანახვას ვცდილობთ. ხო, ხო. გადარჩევასაც შეიძლება, რაც შეეხება მონია რომ 8 მეტნაკლებად თანაბარი შესაძლებლობების მონაწილე ყავს არჩეული, აი ძალიან მცირეა სხვაობა, რამოდენიმე ფავორიტი პირადად ყავს 2 ან 3. 8 მეტნაკლებად თანაბარი მონაწილეა, ამიტომ ფავორიტის გამორჩევა მე გამიჭირდება. ქუთაისში ვარ, ფეხბურთზე ვლაპარაკობთ და არ შეიძლებოდა ამ ადგილზე არ შემოგვევლო. ახლა ვარ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან. რამაზ შენგელია ამ ქალაქის საფეხბურთო კულტურაში უდიდესი ფიგურაა. თბილისის დინამოს ლეგენდარული ფორვარდი აქ ამ ქალაქში დაიბადა და კარიერის საწყისი ნაბიჯებით ამ ქალაქის გუნდში გადადგა. ზოგადად ეს ადგილი ქუთაისი გამოირჩევა ისეთი ადამიანებით, ისეთი საზოგადო მოღვაწეებით, რომლებმაც ამ ქვეყნის ისტორიაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. ასეთი იყო რამაზ შენგელიაც. კაცი რომელმაც სოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც კი მოახერხა და ზოგადად ვისაც მისი თამაში უნახავს, ძალიან დიდი გავლენა მოუხდენია გულშემატკივარს. საინტერესო პროცესი იყო და რთული კლავდა. შენთვის როგორი იყო საინტერესო პირველი იყო? პირველი იყო ეს ამბავი, თვითონ ეს ინტერვიუს პროცესი ძალიან საინტერესო იყო. იმიტომ რომ კითხვები სხვა შორის საკმაოდ კარგად ქონდა მომზადებული, იმიტომ გარდა იმისა, რასაც პასუხობდნენ, სხვა რაღაცებსაც ვიგებდით, რამდენად ქონდა ზოგადი ცოდნა. თუმცა ანუ მგონია რომ გუშინდელი დღე მაინც ნაწილობრივ სურათს ხვაძლევს და არა მთლიანს, იმიტომ რომ პენალტების სერიას კიდე სხვა რაღაცები ჭირდება გარდა ცოდნისა. მარტივად ვერავინ რომ იგებს 3 რთული თამაშის გადატანა მოუწევს იმ ადამიანს, ვინც ჩემპიონი გახდება და ვინც ფინალში გადავა, შესაბამისად იმასაც მხოლოდ ხარ დამოკიდებული ცოდნაზე, სისწრაფეზე და ცოტა გამართლებაზე არის. ჩვენ წავალთ ნელა იმ ადგილისგან სადაც წერთ. წილის ყავს ჩავატარებთ და
მონაწილეებს წარმატებებს უსურვებთ. ხო. ავედით უყუროთ თამაშებს. და შემოვიპარეთ ველიჯანას მაგიდასთან, სადაც ძალიან მალე ჩატარდება წილისხრა. მანქარი უკვე შერჩეული 8 მონაწილის სახელი და გვარი. ახლა ჩვენი მონაწილეებიც ამოვლენ და ღია იქნება ეს წილისხრა, გაიგებს ვინ ვის დაუპირისპირდა. ძალიან დიდი და დაწაბული დღე გველის წინ. გამარჯობა მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ ჩვენთან ხართ. ერთი ადამიანი თქვენგან ძირითად ტურნირში მოხვდება, სადაც ბეცონ სპორტისგან გათამაშებულ ძალიან მაგარ პრიზის მოგების შანსი ექნება. მანქანის. აქაც შეგახსენებთ კიდე ახალ წელს, რომელიც საშან არ იყო, ფინალში დამარცხებული 4 ადამიანისთვის პატარა მინი ტურნირი თბილისში მოეწყობა და ერთი ადამიანი იქიდანაც გადმოვა. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ წილისყრას, ჩვეულებრივი სტანდარტული 8 ადამიანზე გათვლილი მეოთხედ ფინალებით დაწყებული ტურნირი გვექნება. დავიწყოთ? დავიწყოთ. აქ არის თქვენი სახელები. აი გამოუცდელი რო ანახე? ხო. აი გახსნა. აუჭირდა ამით ხვდებით ახალს. თქვი ვინ არის? ზაზა ხელაია. ზაზა ხელაია არის პირველი მონაწილე. ეხლა მეორე პოზიციის პირველი მოთამაშე. ბექა ჯულაყიძე. ბექა ჯულაყიძე. ბაკურ ხუბულავა. ბაკური, გამოცდილი კაცი. დავით ბერაძე. მეოთხე პოზიციის პირველი მოთამაშე. ეხლა გავიგებ წვრილებს. პირველ მეოთხედ ფინალისტების წვრილი. გიორგი კორთხონჯია. არ ვიცი რამდენად მაყოფილები ხართ, მაგრამ პირველი წვრილი ზაზა ხელაია, გიორგი კორთხონჯია, წარმატებას გისურვებთ. ბექა და გიორგი კლდიაშვილი. კი ბატონო. გიორგი კლდიაშვილი იქნება მეოთხედ ფინალში. ბაკური. გიორგი კოღუაშვილი. რატო ამოგიხარ ხო? გავიგე. რატო ამოვიღებ ნამდვილად? მორევა მინდოდა იქნება. მოიცა მაშინ. უმრობა მინდოდა იქნება გინდა. გურამჭეიშვილი. გურამი და დავითი იქნებიან მეოთხედ ფინალის მონაწილეები. ანუ ზაზა ხელაია გიორგი კორთხონჯაშვილის გამარჯვებული ხდება ბაკურ ხუბულავასა და გიორგი კოღუაშვილის შორის გამარჯვებულს, ბექა ჯულაყიძესა და გიორგი კლდიაშვილის შორის გამარჯვებული შეხვდება დავით ბერაძესა და გურამჭეიშვილის შორის გამარჯვებულს. დანარჩენი ჩვეულებრივ გაგრძელდება რა. მოემზადოთ და დავიწყოთ აბა თქვენთვის წარმატებები. მაგიდის დერბის ქუთაისის შესარჩევის პირველი მეოთხედ ფინალი. ზაზა ხელაია გიორგი კორთხონჯია. წარმატებას გისურვებთ მეგობრებო და თუნებას მომცემ დავიწყოთ. სად ხართ? დავიწყოთ. კარგი, წავიდა. უნგრელი პიტერ გულაჩი უკვე 10 წელია, რაც Red Bull Leipzig-ის კარს იცავს. მაგრამ თქვენ უნდა გაიხსენოთ კლუბი, სადაც დიეგო კავალიერის, ბრედ ჯონსის და პეპე რეინას გამო მუდამ განათხოვრების მსხვერპლი იყო. ვერსია? ნაპოლი ხო არ იყო? არ იყო ნაპოლი. გაქვს ვერსია? ლივერპული. ლივერპულის ორი პასუხია. 2-0. 1968 წელს საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ესტუდიანტესმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა. ოლდ ტრაფორდზე კი გოლი იმ კაცის მამამ შეაგდო, ვინც ვერონის. კი ბატონო, სწორი პასუხია. ხუან სებასტიან ვერონი, სწორი პასუხია. აბა გამოვა კამბექი. არსენალის მატიუ დებუში ყველას გვახსოვს. მაგრამ რომელ კლუბთან ერთად გახდა ფრანგი საფრანგეთის ჩემპიონი? სადაც 300-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და გეტყვი იმასაც, რომ ივან კაბაი იმ სეზონში მისი თანაგუნდელი იყო. ლილი. ლილი? აიღო ბიჭო. ანგარიში გახდა 3-3. სწორი პასუხია ლილი. გოლზე კითხავზე მივედით. კამბექი შედგა, ხა მოგებაზვებთ. გაიხსენე პრემიერ ლიგის გუნდი, რომლის თავდასხმაც ერთ დროს ორი მძიმე ნიგერიელით, ვიქტორ ანიჩებეთი და იაკუბუ აიგბენით იყო შეიარაღებული. ანიჩებე, აიგბენი. გეტყვი იმასაც, რომ როგორც მაშინ ახლაც ამ გუნდს დევიდ მოიესი წვრთნის. როგორც მაშინ ისევე ახლაც ამ გუნდს დევიდ მოიესი წვრთნის. ევერტონი. რატო გაჩერდი ამდე ხანს? ევერტონის სწორი პასუხია, თამაში მოგებული გაქვს. გილოცავ, ნახევარფინალში ხარ. მადლობა კარგი თამაშისთვის. რა კარგად დაიწყე?
3-0-ს ვიგებდი და 4-3 წავაგე სამწუხაროა, მაგრამ ის კითხვები არ ვიცოდი და შესაბამისად უპასუხე. ვინც დამამარცხა წარმატებებს უსურვებ, თქვენ კი მადლობა. მეორე მეოთხედ ფინალი გიორგი კლდიაშვილი ბექა ჯულაყიძის წინააღმდეგ. შეკითხვა პირველი. მას შემდეგ რაც აივან ტოუნიმ ბრენტფორდი საუდის არაბეთში გაცვალა, პრემიერ ლიგაში ფუტკრების საუკეთესო ბომბარდირი ეს კონგოელი გახდა? ვისა? ეს სწორი პასუხია. 1-0. ევროპაში უცნობ, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში დაფასებულ კაცს კიტოთი და სან ლორენსოთი კოპა ლიბერტადორესის მომგებ ედგარო ბაუსას ამ ნაკრების საჭე 2016 წელს ანდეს, მაგრამ ეს საქმე კრახით დასრულდა. რომელი ნაკრების საჭე ანდეს? მაგისურიაც არ გინდა. რუმინეთი. არასწორი პასუხია? პარაგვაი. არა, ეს იყო არგენტინა. იოჰან ელმანდერმა ფეინორდთან ერთად უეფას თასის მოგება მოახერხა. ხოლო მასებმა ის ბოლტონიდან გაიცნო. გაიხსენეთ, რომელი ნაკრების მაისურით მონაწილეობდა ის? შვედეთი. სწორი პასუხია, 2-0. მას შემდეგ, რაც უეფას თასის ფინალი ერთ მატჩიანი გახდა, ყველაზე მეტი 9 გოლი ამ გუნდების მატჩში გავიდა. ეთქვი იმასაც, რომ 9-დან 1 გოლი კრუიფმა შეაგდო. რომელი ორივე გუნდი უნდა მითხრა? ლივერპული ალავესი. ლივერპული ალავესი. სწორი პასუხია. ანგარიში გახსოვს? 3-0. გაგვიძების დროა. როდესაც ჟოზე რეალის განაცხადში გუნდის ამრევს ეძებდა, მის თვალში ასეთი იკერი აღმოჩნდა. ამიტომ ცდილობდა ძირითადიდან ჯერ ანტონიო ადანით. დიეგო ლოპესი. მიხდა უკვე კითხვის არს. დიეგო ლოპესი გახსოვდა, მაგრამ დაგასწრეს. სწორი პასუხია. კრიტიკულ ზღვარზე ვართ. არც ერთი შეკითხვა აღარ უნდა წაგართვას. თორემ თამაში დამთავრდება. რამდენ ფეხბურთელს გაიხსენებთ მარსელშიც რომ ეთამაშოს და პარი სენ-ჟერმენშიც? თან ალბანელიც რომ იყოს. აი ეს კაცი ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჩამშლელ ნახევარმცველობასთან ერთად. შენ რომ რო ამახსოვს, ორივე შეუთამაშია და ეგა ცანა. არ მახსენდება. იყოს ალბანელი ლასანადია რომელიც ფრანგია. სველია ცენტრალური, მაგრამ ჰიუსაის ვიტყვი, მგონია, შანსი არა, მაგრამ ესეც არ არის სწორი პასუხი. ჩვენ დაგვრჩა 3 შეკითხვა, ხოლო ანგარიში გვაქვს 4-0. შესაბამისად, ეს თამაში შედი გამარჯვებით დასრულდა. გილოცავ ნახევარფინალში ხარ, მადლობა მონაწილეობის მოგებისთვის. ბევრი რამე ვისწავლე. როგორც უშუალოდ ტურნირით, იმდენი საინტერესო ისტორია მოვისმინე, რომ დარწმუნებული ვარ გამომადგება მომდევნო გამოსვლებში. გიორგი კოღუაშვილი, ბაკურ ხუბულავა. შეკითხვა პირველი. პიტერ შმეიხელი მანჩესტერ იუნაიტედში მენტალურად გამოიფიტა და ამ მიზეზით გუნდი 1999 წლის ტრებლის შემდეგ დატოვა. რეჰაბი პიტერმა სამხრეთით გაცილებით მზიანი ქვეყნის იმ კლუბში მოიწყო, რომელმაც წელს ისტორიაში პირველი ქართველი დაიმატა. სპორტინგი. სწორი პასუხია. შეკითხვა მეორე. სტივენ დეფური შონ დაიჩის აზრით ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია ჯერჯერობით ვისთანაც უმუშავია. თუმცა პორტუში და სტანდარტში შიდა ჩემპიონატის მოგება ამ ნაკრების ყოფილი წევრისთვის ლიმიტი აღმოჩნდა. გაიხსენეთ ეროვნული, რომელსაც დეფური ბრაზილიის მუნდიალზე წარმოადგენდა. მუნდიალზე. რომელია? ჰოლანდი. არასწორი პასუხია. შეგიძლია სცადო. ეროვნული გუნდი. ბელგია. ბელგია სწორი პასუხია. 2-0. 1993 წლიდან ჩემპიონთა ლიგის 33 გამარჯვებული ვნახეთ. მათგან მხოლოდ ერთმა გუნდმა აიტაცა თასი რიბოკის შეკერილი მაისურით. ასეთ კამბექს ნაიკი და ადიდასი ალბათ სამ ჩემპიონობაში გაწვიდა. ვინ აიტაცა რიბოკის მაისურით თასი? ლივერპული. სორია, 2005 წელს ლივერპული იყო ნაიკის მაისურით. 2-1. ამ ნაკრებმა დასავლეთ გერმანია ჯერ მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე და იტალია. არა. ეს არის ჩეხოსლოვაკია. არც ეს არის სწორი პასუხი.
დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანიამ დაამარცხა. აუ საშინაო ერიხონეკერი. ამ ფეხბურთელის გვარს პალინდრომულობა გამოარჩევს. თავად ფრანგიკი გასულ სეზონში ყველა ტურნირის მასშტაბით ფრანკფურტის აინტრახტის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ხერინავდე ხაზი ყაერში. შენი პასუხია? ბაჰოია. არასწორი პასუხია? შენი ვერსია? ჰუგო ეკიტეკე. ეკიტეკე სწორი პასუხია, გათანაბრდა ანგარიში 2-2. აი, ხა იყიდა ლივერპული. ბოლო შეკითხვა. ვინც იღებს გადის? საფრანგეთში დაბადებული ეს ტუნისელი მომბელიარის სოშოში ერთი სეზონითაც რომ დარჩენილიყო, UEFA-ს თასზე თბილისის დინამოს წინააღმდეგ ითამაშებდა. თუმცა, საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ვილი სანიოლის დახმარებით მაინც მიეცა. და? ვაიმე. და? თაში ძერო. 3 2 1 მე ვიცი ვინც არ გვარი ვერ გავიცი. ვიცი ალაპარაკი. ასისტენტია ვინც ლოცულობდა ჩვენს გასვლაზე მოსმი ვაიმე რა გვარია. არა მორჩა დუღანდერიო ბაზრი აღარ აქვს ისე სწორი ხარ კი. ვიცი ხო გვარი. ადელ შედლი. შედლი. გელზენკირხენის შალკე, რომელსაც ახლა მძიმე დროება უდგას და მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნას გადაურჩა, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე შორს ნახევარფინალურ ეტაპზე არის გასული. ვისი მწვრთნელობის დროს მიაღწია ამ ნიშნულს ვესტფალიურმა გუნდმა? რალფ რანგინკი. რალფ რანგინკი. როგორ გამოიწვის ისე ვარ. რანგნიკი გინდოდა გეთქვა. ნახევარფინალში ხარ ეს სწორი პასუხია გიოცაო, მადლობა, კარგი თამაში. ისე ვარ დაბნეული, ხა შეიძლება ხუბულავას ნაცვლად გარიცამრეოდა. კაი იყო ძმაო. გერმანულმა ფეხბურთმა მართლა დამღუპა, ეს ინგლისის მოყვარული კაცი და რა ვიცი, ემოციები რაც გამიცადა ღირდა ამ ყველაფრად, ბლუდინადაც და ნუ საოცრება იყო უბრალოდ. გურამ ჭეიშვილი, დავით ბერაძე ერთმანეთის წინააღმდეგ. დროს ნუ დავკარგავთ, თუ მზად ხართ, მითხარით და დავიწყოთ. დავიწყოთ. წავიდა. გაიხსენეთ სტამბოლის ცენტრის კლუბი, სადაც შოთა არველაძე უკვე მეორე ვადით მუშაობს. კაშინ ფაშა. სწორი. კასიმ ფაშა, სწორი პასუხია. 1-0. მეორე. ბევრს არ ახსოვს, რომ ჩეზარე მალდინი მწვრთნელის რანგში მუნდიალზე ორჯერ არის ნამყოფი. კორეა, იაპონიაში. ამ სამხრეთ ამერიკული ნაკრების ჯგუფიდან გაყვანაც შეძლო და მერვეთ ფინალში ერთი მიუნხენელი რომ არ დამტვრეო და იქნებ გერმანიის ბარიერიც გადაელახათ. რომელი ნაკრებით? ვა, ძნელია? პარაგვაი? პარაგვაის სწორი პასუხია. 1-1, ვინ დაემტვრა გახსოვს? არა. რინუს მიხელსის და პეტერ ბოსის შემდეგ ეს კაცი მესამე ნიდერლანდელი იქნება, ვინც ლევერკუზენის ბაიერს გაწვდის. ტერჰაგი. ერიკ ტენჰაგი სწორია, შენც იცი, მაგრამ ცოტა გაიღვიძე. 3-1. დავრჩეთ ბუნდესლიგაში. ქულას ჩაგითვლით, თუ მეტყვით, აიაქსში შოთას ყოფილ გუნდელს ფინელ პეტრი პასანენს, რომელ გუნდთან ერთად აქვს წაგებული UEFA-ს თასის ფინალი, სადაც მისი მწვრთნელი თომას შოაფი იყო. დორტმუნდი? არასწორი პასუხი. ვერდერი. ბრემენის ვერდერი სწორი პასუხია, გაგახსენდა. შეკითხვა მე-6. ამ ბრაზილიელმა ჰერენვენში მატჩზე მეტ გოლს მოუყარა თავი, თუმცა გარეთ საუთგეიტის საშინელ მიდლსბროში კონშალვესი. მელოტი მაგარი ახარ კონშალვესიან, კონშავლესი, თუ კონშალვესიან, კონსალესი არ ვიცი. არა. ფიზიკურად სწორად აღწერე. დაჭირე და მითხარი თუ გაფასული, თუ არა და გავატარებ, всё. გავიარეთ. ალფონსო ალვეში. ფუში. დიახ. ისევ 3-2 დარჩა. როდესაც ტრავმებისგან გატანჯულმა კარლეს პუიოლმა 15 წლიანი კარიერა დაასრულა, ბარსელონამ მისი პოზიციის შესავსებად თომას ვერმაელენი და ეს კაცი დაიმატა, რომელიც დღეს ბოლო ინფორმაციით მარსელში სპორტულ მაღაზიაში მუშაობს. აბა, თუ გახსოვს. ჟერემი მატიე. მატეუ, თუ მატიოს, ჟერემი მატიოს, სწორი პასუხია, ჟერემი მატიო, გეთვლება 3-3. შეკითხვა მეათე და შესაძლოა გადამწყვეტით 3-3-ზე. 2009 წლის 8 აგვისტოს ესპანელი დანი ხარკე გუნდის სასტუმროში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.
და ამ ტრაგიკულ მოვლენას რამდენიმე თვეში მუნდიალის ფინალში ანდრეს ინიესტამ გამარჯვების გოლი მიუძღვნა. მაგრამ რომელმა კლუბმა ამოიღო? სევილია? არა. პასუხი არასწორია, ვაგრძელებ შეკითხვას, მაგრამ რომელმა კლუბმა ამოიღო ხარკეს 21 ნომრიანი გამოყენებიდან, სადაც მან მთელი კარიერა გაატარა, კაპიტანი იყო 4 ნომერი, თუ არ ვცდები ესპანიოლი? ამ შენი ვერსია არის ესპანიოლი. ესპანიოლი შენი ვერსია ჩვენ გვაუწყებს იმას, რომ ნახევარფინალში ხარ, ეს სწორი ვერსია არის, გილოცავ. მადლობა კარგი თამაშისთვის. ტელევიზორიდან ადვილია ხოლმე და ძირითადად კომენტარებშიც იწერება ხოლმე რომ ეს როგორ ვერ გამოიცან და ასე შემდეგ, მაგრამ აგიდას და როჯდების სხვა ემოცია არის და შესაბამისად ბევრი ისეთ რაღაცაზე არის აუს მომენტ ეტაპიდან რა, რომ როგორ ვერ გავიხსენე. ეს უკვე ნახევარფინალია მაგიდის დერბის შესარჩევი ტურნირი ქუთაისში. ბაკურ ხუბუავა ზაზა ხელაიას წინააღმდეგ. წავიდა. პირველი შეკითხვა. მუნდიალის ფინალი ორჯერ მხოლოდ ორ სტადიონზე. მარაკანასა და აცტეკაზე ჩატარებულა. აუ. სტოგაზე ერთხელ. ის ციგებს აპირებდა, მაგრამ შენ მოასწარი არასწორი დაჭერა ხე. პარიზი უნდა იყოს ეს პასუხი. შენი პასუხია? სტადიონი უნდა თქვა, ხო? არ ვიცი, კითხვა არ დამაცადე. უნდა თქვა რაღაცა. 3 2 ამერიკა. არასწორი პასუხია. ვაგრძელებ შეკითხვას. ამ ორს მესამედ შეემატებოდა, მაგრამ ამერიკელებმა მომდევნო მსოფლიოს 11 მასპინძელ სტადიონშიც კი არ შეიყვანეს. თორემ შეემატებოდა. გაქვს ვერსია? 3 აცტეკა 2 იქ ხო იყო? მარაკანა და აცტეკა, მესამე უნდა ყოფილიყო. გავიდა დრო. გაქვს ვერსია? რომ მოგესმინა კითხვა ბოლომდე რა იქნებოდა? აღარ აქვს აზრი. აღარ აქვს აზრი? როუზ ბოული. შეკითხვა მეორე. ინგლისის ნაკრებიდან და ინგლისური ფეხბურთიდან განდევნილი, მაგრამ მარსელში მფრინავი მეისონ გრინვუდი სექტემბრიდან ეცდება ეს ნაკრები 1998 წლის მერე მუნდიალზე პირველად გაიყვანოს და ამისთვის მან სტივ მაკლარენის მითითებებს უნდა დაუჯეროს. რომელი ნაკრები? ინგლისელები ყველანი მიდიან იამაიკაში, ისეთი ზონის არ გაგებული. 3 ეს ნაკრები იყოს ტუნისი არა? არასწორი პასუხია, თუ გაქვს ვერსია დააფიქსირე და დააფიქსირე. შენი პასუხია? იამაიკა სწორი პასუხია, 1-0. გამოაძრო. შეკითხვა მესამე. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ და ძირითად ეტაპზე დღემდე ჯამში 4 რუმინულ გუნდს აქვს ნათამაშები. სტიაუას, ოცელულს, უნირეას და ამ რკინიგზელებს ეს არის ვენის რაპიდი. ვენის რაპიდი? არასწორი პასუხია, სადაც 2014 წელს გიორგი ჭანტურიასაც აქვს ნათამაშები. აუ, მარტივია. კლუჟი. კლუჟი სწორი პასუხია, ძალიან ჩქარო. მეორეჯერ სიჩქარე პირველია გვიფიქრე და უბრალოდ რკინიგზელებზე. 3 შეკითხვა გავიდა, 2-0 გვაქვს ანგარიში, შეკითხვა მეოთხე მოვიდა. ქუთაისში ბევრი მაგარი ფეხბურთელია გაზრდილი, მაგრამ ეს ბიჭი პირველია, რომელსაც იტალიის სერიაში თამაშის შანსი მიეცა და ეს შანსი გამოიყენა კიდეც. საბა გოგლიჩიძე. ეს სწორი პასუხია, 2-1. შეკითხვა მეხუთე. ფლიპ იორგენსენის ჩელსის ევროთასების მეკარის დებიუტი. ამ ნაკრებში 7 ივნისს შედგა. ნორვეგია. დანიო, ბიჭო, ეს ნორვეგია, მიყატრო. არასწორი პასუხია. ვაგრძელებ შეკითხვას. 7 ივნისს შედგა. მოახდენს თუ არა კასპერის კარის უზურპაციას ამას დრო გვანახებს. რომელი ნაკრები? იორგენსენი, ანუ იორგენსენი. 3 2 შვედეთი. დანია, სამი ქულა გავანიავე. დანია, ნამდვილად გაანიავე. 2-1-ია ისევ. საერთო ანგარიში, ხოლო შეკითხვა რიგით მეექვსე. ბუნდესლიგაში მიღებული ყველაზე მეტი 8 წითელი ბარათით 2 ფეხბურთელი ლიდერობს. იანს ნოვოტნი და ვოლფსბურგისა და ბაიერნის ეს ბრაზილიერი. ვოლფსბურგისა და მეორე რა თქვი ბოდიში? ბაიერნის ეს ბრაზილიელი და გამაწყვეტინე. დანტე. არა. ვამთავრებ შეკითხვას, ვოლფსბურგისა და ბაიერნის ეს ბრაზილიელი, რომელიც ბუნდესლიგაში 10 წელი თამაშობდა.
ბევრი არაფერი ინფორმაცია დაგიმატა? თუ დაგიმატა? ლუის გუსტავო, სწორი პასუხია. 3-1. 4-1 შემთხვევაში ჯერ კიდე შანსი რჩება. ძალით აგიფსე. სულ ასწრებს მასზე. შეკითხვა მე-7. ყველას გვახსოვს ჯოვანი ტრაპატონის იტალიის ჯგუფში ჩარჩენა 2004 წლის ევროზე. მაგრამ რომელ ნაკრებთან ერთად გაიმეორა იგივე შედეგი იხაბე ფერტიგმა 2012 წელს პოლონეთში? ანუ ტრაპატონი. 2012 წელს პოლონეთში. პასუხია? ვერსია? ეს იყოს ავსტრია. არასწორი პასუხია. თუ გაქვს ვერსია დააჭირი ხელი გითხარით თუ არა და გავატაროთ. შვეიცარია. ირლანდია იყო სწორი პასუხი. შვედეთთან ჯგუფში. 3 შეკითხვა დაგვრჩა, ანგარიში 3-1. მის მოგვარე პრეზიდენტს ბოსნიის ომში ჩადენილი დანაშაულებისთვის ჰააგაში ასამართლებდნენ, როდესაც პარმამ მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. მილოშევიჩი. სწორი პასუხია. 3-2. სავო მილოშევიჩი. ორივე უნდა წაიღოს სწორი არა. თუ აიღე გადიხარ. სანამ რიჩარდ რაიტი ამ ბელგიელს უმძიმეს ტრავმას მიაყენებდა, მანამდე ეინჰოვენში ფენომენი რონალდოს და რუდვან ნისტელროის საყვარელი მეწყვილე იყო. ეს ბელგიელი ვინ იყო? 3, 2, 1. გავატარეთ. ლუკ ნილისი. მე-10 შეკითხვა. 2013 წლის პრემიერ ლიგაში დაწინაურების პლეი-ოფი ლესტერისთვის ცუდად დამთავრდა. მაგრამ არც არის გასაკვირი. პირსონმა ეს ორი ფორვარდის კამზე დატოვა და სასტარტოში მათი ადგილი დევიდ ნუჯენტს და კრის ვუდს დაუთმო. ორივე უნდა დაასახელო. ჰარი კეინი და ჯეიმი ვარდი. გათანაბრდა და დამატებით კითხვაზე გავდივართ. 3 გადამწყვეტი მე-11 შეკითხვა. 2006 წლის მუნდიალის შემდეგ ბერტ მარვიკმა ეს გერმანელი ვინგერი 6 მილიონად ბეტისში გაუშვა. თუმცა მისმა კარიერამ სწრაფი დაღმასვლა განიცადა და საბოლოო წერტილი გერმანიის ქვედა ლიგები აღმოჩნდა. გერმანელი გაუშვა? გერმანელი ვინგერი გაუშვა ბეტისში ბერტ მარვიკმა. ოდონკორი იყო ბეტისში. დიდი ალბათობით არ არის, მაგრამ მოდი იყოს დავიდე ოდონკორი. დავიდე ოდონკორია შენი პასუხი? ხო. ქონდა შენ ამ ვერსია? არ ქონდა? ანუ ვერ წაგართმევდა ამ კითხვას. მაგრამ შენი პასუხი ფინალისტვის ვერსია, გილოცავ გამარჯვებას, მადლობა კარგი თამაშისთვის. თავის თავში თამაშებოდა ბაკურა და კიდევ წააგო. წარმატებებს უსურვებს ხებს, მაგრამ რაღაცა აი ვერ იმას ვქენდი, რაღაცა შემეძლო ძირითადშივე მომედო. წარმატებები ბაკურს. ქუთაისის შესარჩევი ტურნირის მეორე ნახევარფინალი დავით ბერაძე ბექა ჯულაყიძის წინააღმდეგ. ერთ-ერთი თქვენგანი ფინალში გავადა ბაკურ ხუბულავას დაეჯახება. დავიწყოთ? დავიწყოთ. ყურადღება. შეკითხვა პირველი. 1998 წლის მუნდიალზე ბელგიას შემადგენლობაში მბო და ემილ მპენზები ჰყავდა. ზუსტად 20 წლის შემდეგ ფეხბურთელი ძმები წითელი ეშმაკების შემადგენლობაში ისევ ვნახეთ. ვინ ფეხბურთელი ძმები? 3, 2, 1. გამინუსება არ არის, რამეს წადეთ. გავატარეთ? ედენ და ტორგან აზარები იყო პასუხი. შეკითხვა მეორე. ამ გუნდს თავისი აკადემიის აღზრდილები მალიკ ჩაუ, ვესტონ მაკკენი და ტილო კერერი რომ შეენარჩუნებინა, იქნებ დღეს შალკე 0. სწორი პასუხია. 1-0, ყოჭა. შეკითხვა მესამე. 2012 წლის ნოემბერში ამ ასტურიული კლუბის აქციები ხუან მატამ, მიჩუმ და ამ ნახევარმცველმა შეიძინეს, რომელმაც ახლახან ეს გუნდი 24 წლიანი პაუზის შემდეგ სანტი კასოლა და რეალ ოვიედო. სწორი პასუხია, ორივე პასუხს ველოდი, რეალ ოვიედო და სანტი კასოლა. შეკითხვა მეოთხე. გაიხსენე გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ერთად სტივ მარლე, ანდრეს დალესანდრო და ლევან ცკიტიშვილი თამაშობდნენ. ვოლსბურგი. ვაპირებდი კითხვის გამარტივებას და არ დაგჭირდა. კი ბატონო, უნდა მეთქვა რომ აკაკი გოგი ამ გუნდის აღზრდილი გახლავთ. შეკითხვა მეხუთე, ანგარიში 2-1. როგორც წესი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიელებში არ ცდება ხოლმე. მაგრამ შევჩენკოს ნაცვლად ბეტის ვაიმე.
ეგეთია, ვაიმე. სახელი და გვარი, მე სევილია ითამაშა. 3. ვერსია რამე თქვი? იქნება გაარტყა. არა, გავიდა დრო. ვაგრძელებ, არ გინდა გადასრულება კითხვის, გააქვს უფლება. მაგრამ შევჩენკოს ნაცვლად ბეტისიდან მოყვანილი ეს კაცი ვერაფერში გამოიყენა. პრინციპში ვერაფერი დასრულებელი აღარ იყო. ინფორმაცია მეტი ვერ მოგეცი. რა გაქვს პასუხი დაფიქსირებულია შედი? დენილსონი? არა. რიკარდო? ხუჭუზი. ოლივეირა. შეკითხვა მე-6 ანგარიში 2-1. ეს თითქმის 2 მეტრიანი ჰოლანდიელი ერედივიზიონისა და პორტუგალიის პრიმეირა ბასდოსტის სწორი პასუხია. 2-2 გათანაბრდა ანგარიში შეკითხვა მე-7. ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელი დირკ შუსტერი 2016 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გერმანიის წლის ბოხუმ. არა სწორი პასუხია. მადლობა. ჟურნალისტთა ასოციაციამ გერმანიის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა, მაგრამ რომელ კლუბში მიღწეული შედეგების გამო მიიღო დირკმა ეს ჯილდო? თუ გაქვს ვერსია? არ ვიცი, არა, შუსტერი იყო შტუტგარტი. ინგოლშტადი იყო წესით რეგიონი. ინგოლშტადი არ იყო? დარმშტადტი 98. მაინც არ ქოლა სწორი პასუხი. გავატარეთ ეს შეკითხვა. შეკითხვა მე-8. აიოზე პერესი, ბორხა მაიორალი, ხოსეუ, იაგო ასპასი ეს ის 4 ფეხბურთელია, რომლებმაც ბოლო წლებში ბილბაოს ამ ლეგენდის სახელობის ჯილდო წაიღეს სახლში. ახლა არ მგონია რომ ეს ძნელი იყოს, მიდი. თვისაუც ფეხბურთელი? არა, სახელი უნდა ვთქვათ, რა ქვია ამას, ეგ არ არის ყოველ შემთხვევაში. არის ადურისი. არა. ზარა ტროფი, არ გაგიათ? ტელმო ზარა და მისი სახელობის ზარა ტროფი. ვაუ, ისევ 2-2 და მე-9 შეკითხვა. 2014 წლის მუნდიალი ბევრი ფეხბურთელისთვის გამოდგა ახალი ეტაპის დასაწყისი. დეპაი, ხამესი, დეილი ბლინდი დიდ გუნდებში წავიდნენ ეს სამი. აი ატლეტიკომ კიფსონი იმ კოლუმბიელზე გააკეთა, რომლის კარიერაც მალევე ჩინეთის სუპერლიგაში გამოწერილ წლიურ 12 მილიონიან ხელფასში ჩაიხრჭო. ჯექსონ მარტინესი. მეგარი, სწორი პასუხია. ჯექსონ მარტინესის სწორი პასუხია და ანგარიში გახდა 3-2. მე-10 შეკითხვა გაქვს გადასარჩენად თავის. შენ თამაშის მოსაგება. ეს შვედი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფლოპია, რომელსაც ლიდსში ტონი იებოასთან ერთად კარგი ტანდემი უნდა შეექმნა. თუმცა, რაც პარმაში ან 94-ის მუნდიალზე იყო, ბროლინი. ტომას ბროლინია შენი პასუხი. და ეს პასუხი ნიშნავს, რომ ფინალში ხარ, გილოცავ, თამაში მოგებულია. მადლობა კარგი თამაშისთვის. იცოდი პასუხი? კი, მე რა გამახსენდა. საბოლოო. მალევე გაგახსენდა, მაგრამ ერთი წამით მოგასრო არც კი. მეგობარმა გაგიჩარიჩა, ასე ვთქვათ, აქ მოსვლა და მე იქამდე მოვედით, რომ ნახევარფინალიდან ნახევარფინალში ძალიან ახლოს იყავი ფინალის საგზურთან. ჩვენი თამაში რო შეაფასო, აქ გაუგე გემო ყველაფერს და ძალიან კარგი, აი რომ ცოდნოდა, რომ ესეთი ემოცია ექნებოდა და ესეთი ადრენალინი არ დამჭირდებოდა მეგობრის სახმარება, მე თვითონაც დიდი სიამოვნებით შევავსებდი ამ ყველაფერს. ძალიან კარგი იყო, მე ვინც მომიგო, ჩვენი თანაქალაქელია, ძალიან კარგი ბიჭია, ძალიან კარგად იცის ფეხბურთი, წარმატებებს უსურვებ ფინალში. ასულ გულშემატკივრებ და ამ პროექტს ზოგადად უსურვებ წარმატებას. უკვე მეორე შემთხვევა, რაც მაგიდის დერბის შესარჩევში იღებ მონაწილეობას, მეორე ქალაქი, ბათუმიდან დაიწყე, ქუთაისში ხარ. არც ერთი არის შენი მშობლიური იყო. არა. ზოგადი არის ჩემი მშობლიური ქალაქი, მაგრამ რადგან არც ერთ შესარჩევზე არ იყო, მომიწია ხან ქუთაისი, ხან ბათუმი, ახლოს რომელიც იყო. წინა სეზონში ნახევარფინალში წავაგე, რაღაცა ცოტა უიღბლობაც იყო, ცოტა ჩემი უყურადღებობაც და ეხლა ვეცდები, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო. ის ამბავიც გამახსენე, როგორ ახლოს იყავი იმ როკაჩი მოხუტრასთან და როდის და სად ჩაიარა შენმა ამ შანსმა. ჩემი ახლოს არ ვიყავი, იმიტომ რომ საშინელი გამოსვლა მქონდა ბათუმში და რომ ვერ მოხვდი ბათუმში, დაახლოებით ალბათ 1 წელი მის მერე გასული. და ყოველდღიურად არ ვიყავი ჩართული, რა თქმა უნდა ფეხბურთს უყურებდი, მაგრამ არ ვიყავი ჩართული და ძალიან დიდი мотиваცია მომეცა, რომ ესე იგი იმდენი დამაკლდა, რომ აქ უნდა მოხვდე რა. და ყოველდღიურად უკვე რაღაც ცხოვრების ნაწილი გახდა, იმ ვერ მოხვედრის მერე, რომ უნდა მივიდე რაღაც ახალ უნდა ვნახო, უნდა გავიგო, უნდა წავიკითხო. პირიქით ძალიან დამეხმარა ჩემს რომ მოხვედრილიყავი, შავთლილი რომ ყველაფერი მაგარი, ყველაფერი ვიცი. შენი აზრით რა შეიძლება მიქცეს შენი თამაშის აქილევსის ქუსლად, აი სუსტი მხარე, რასაც უნდა მოერიო აუცილებლად. ემოციები.
ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და რაც ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის თამაშის კონცენტრაციისას და რაღაც ესე ვთქვათ, ეს არის, ანუ ჩემ თავს უვაჯობებ მე მოწინააღმდეგისთან იმდენად არ მაქვს პრობლემა. ქუთაისის შესარჩევი ტურნირის ბოლო თამაში, ანუ ფინალი, სადაც გამარჯვებული უკვე მაგიდის დერბის ძირითად ტურნირში მოხვდება, ხოლო დამარცხებულ შეგახსენებთ, რჩება შანსი რომ მოხვდეს ასევე ძირითად ტურნირში, თუ 4 ფინალში სხვა დამარცხებულებთან ერთად მინი ტურნირში გაიმარჯვებს. ბაკურ ხუბულავა, ბექა ჯულაყიძე. აბა თქვენიც წარმატებებს გისურვებთ, ეს უკვე ფინალია და დავიწყოთ. 1 ინგლისში უიგანმა ჩაიყვანა. მეორე ვესტჰემმა. მაგრამ ეს ორი მოგვარე ერთი პატარა კლუბის კარიბე ხუნიორის აღზრდილია, რომელიც ეკვადორის ჩრდილოეთში თამაშობს. მოგასწრო დაჭერა, მოთქვა ორივე. ერთი უიგანმა ანტონიო ლესენ და ენო ვალენსია. კი, სწორი პასუხია, 1-0. სწორი პასუხია. შენც ცოტა დარწმუნებული. შეკითხვა მეორე. 1966 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში ბელგრადის პარტიზანის მცველმა ველიბორ ვასოვიჩმა რეალის წინააღმდეგ ანგარიში გახსნა, მაგრამ ის ფინალი წააგო. გითხარი, რომელი კლუბის მაისურით მოიგო სერბმა ჩემპიონთა თასი 5 წლის შემდეგ კაპიტნის რანგში? ეს უნდა იყოს ფეინორდი? არასწორი პასუხია. გაქვს ვერსია? 3. იყო სელტიკ. არა. 70 იყო ფეინორდი. აბა გადათვალეთ, ჰა? ისე მინდა რომ მიპასუხოთ უკვე წყნარ გონებაზე გადათვლით. აიაქსი. დიახ, დარჩა 1-0. ეს შეკითხვა გავაფუჭეთ. შეკითხვა მესამე. წელს გამოჩნდა რომ ბარსას რიგებში ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ ბრაზილიელისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ფეხბურთელობისას მოგებულ ლიგას მაისში UEFA-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგებაც დაუმატა. ოღონდ უკვე მწვრთნელის რანგში. ბელეტი. სწორია, კიდე მოგასწრო 2-0. გასწრებს, თორე ორივე მიცით პასუხები. 2-0 და შეკითხვა მეოთხე. რენე ჟირარი ფრანგული ფეხბურთის კულისებს მიღმა ცნობილი ტიპი არ იყო. სანამ ერთხელაც არ ადგა როგორც მწვრთნელმა ბენჟამინ სტამბულით და ოლივიე ჟირუთი მონპელიე სწორი პასუხია, ამჯერად მოგასწრო. სულ მოსწრაბაზეა, სულ. კარგია, 2-1. ბილ მარიმ, რომელიც ჩვენ ბავშვობაში ბილ მიურეი იყო. ივნისში საფეხბურთო სიმპათიები გამოავლინა. ლა-ლიგის ამ გუნდის ფორმა მოირგო. სტადიონზეც მივიდა და ამ გუნდის ფილოსოფიაზე იმდენი ილაპარაკა, კლუბის ლეგენდა ხოსე ანხელ ირიბარი კინაღამ თარგმანში დაკარგა. რომელ გუნდზეა საუბარი? ამ გუნდის ფილოსოფიაზე რო ილაპარაკა. შენ პასუხია? ბილბაო. ატლეტიკ ბილბაო. სწორი პასუხია, 3-1. ეს იყო მეხუთე შეკითხვა. გადავედით მე-6-ზე. კოსტა-რიკამ 2002 და 2006 წლების მუნდიალებში რომ ითამაშა, მეტწილად ამ ვესტჰემის და სიტის შემტევის დამსახურებაა. ვანჩოპე, სწორი პასუხია. 3-2. 90-იანი წლების ქუთაისური ფეხბურთი და ტორპედო დავით ჯანაშიას გოლებთან ასოცირდება. მაგრამ რომელი კლუბის ფორმით უტევდა ის მეორე ჯანაშიასთან, ზაზასთან ერთად? ლოკომოტივი მოსკოვი. არა. ვამთავრებ კითხვას ზაზასთან ერთად 1994-95 წლებში. თუ გეტყვით იმას, რომ იმ სეზონში ამ კლუბმა ჩემპიონატი კინაღამ მოიგო. 3 2 ორი ვერსია მაქვს 91. ბათუმის დინამო. მეორე რა ქონდა? ვიჯორჯია. არც ერთი არ იყო სწორი გული არ დაწეს. სამტრედია იყო პასუხი, შენ გაგახსენდა? არა, არ დამწდოებული. მეორე შეკითხვა. 2019 წელს გამოსულ ფერნანდო მეირელეშის ბიოპიკში ორი პაპი, მოქმედი და მომავალი რომის პაპები. გერმანია და არგენტინა, გულშემატკივრობენ და ბენედიქტე და ფრანცისკე იყო. გერმანია და არგენტინა, სწორი პასუხია, ანგარიში გათანაბრდა. რომელი გუნდის ფორმით მოიგებდით, მაინტერესებდა, იმიტომ გითხარით ყურადღებით მეთქი. საკმაოდ დაძაბულია მდგომარეობა. შეკითხვა მე-9. 2005 წელს ფაბიო კაპელომ პატრიკ ვიეირას გამო ეს კაცი ვილიარეალში გაუშვა, სადაც თავი კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ამოყო. ვითომ ძნელია, მე მგონი. ამოდი რა ვიცი. ანუ კურსი. არა, კარგი, ვაგრძელებ.
იუვეს რიგებში 400-ზე მეტი მატჩის მიუხედავად იტალიასთან ერთად არც ერთ დიდ ტურნირზე არაა ნამყოფი. ვინ გაუშვა პატრიკ ვიეირამ ვილიარეალში? 2006 წელს? 5, 3, 2. ვა, სხვა განწყობები ვაფშე. დააჭირე და მითხარ პასუხი ეგრევე. მოკლედ პასუხი არის. არა, გავიდა დრო. დავთვალე კიდეც ყველაფერი. რას ამბობდი? არა. გასულია უბრალოდ მაინტერესებს. არა, წონადი და ესეთი რომ გუნდა. იმიტომ რომ ეხლა ვიტყვი და მაგას მომდიო მეტყვი. არა. უნდა მსორვა. ალესიო ტაკინარდი. არა. მეათე. ანგარიში 3-3. რა აერთიანებთ Ipswich Towns, Twentes და დანიური რანდერსის ლოგოებს? შენი პასუხია? ანუ გამოსახული არის ვაცი ცხვარი თუ როგორც ქვია იმ ცხოვრება ქართულად რა. ვაცი ცხვარი. ეს არასწორი პასუხია და ვაგრძელებ შეკითხვას. კიდევ ერთი მინიშნება, თუმცა ბევრს არაფერს მოგცემს. ვაგრძელებ. თუ გეტყვით იმას, რომ მხოლოდ ეს 4 ფეხა უნდა დაასახელოთ. ცხენი? ვაცი ცხვარი იყო შენი ვერსია. შენი ცხენი. ცხენის სწორი პასუხია და ფინალი მოგებულია. ივოცავ. მადლობა კარგი თამაშისთვის. შენ ხარ მაგიდის დერბის ძირითად ტურნირში გადმოსული. შენ გაქვს მშვენიერი შანსი კიდევ 20 მოთამაშესთან ერთად დაჯდე პატარა ტურნირი ითამაშო და მაინც მოხვდე მაგიდის დერბის ძირითად ტურნირში. ეკა ჯულაკიძე, გამარჯვებული. ორი გამარჯვებული ყავს და ორივეს არგენტინის მაისური ეცვა შესარჩევ ეტაპზე. რამე წარმატების საიდუმლოს მაღავს. რა თქმა უნდა, ლიონელ მესი და მისი კამპანია ყოველთვის წარმატების საიდუმლო. სად იგრძენი რომ ეს თამაში თითქოს შენკენ წამოვიდა? როცა თანაბარი გახდა 3-3, მაგ მომენტში სან მომეშორა ყველაფერი. რო ვიგებდი ძალიან დაძაბული ვიყავი და როცა გახდა თანაბარი, უკვე ანუ მივხვდი რომ არაფერი დასაკარგი აღარ იყო რა თუ წავაგებდი იმასაც ვფიქრობდი შანსი მე მექნებოდა და ამით ჩემი თავი დამამშვიდე და უფრო შვიდად მივდექი თამაში და მაგან განაპირობა ჩემი აზრით რომ ემოციებს დავყევი უფრო მეტად. ნახევარფინალში და ეხ ფინალშიც დაკამბექების მუხტზე რო ვიყავი, ბოლომდე არ დამიკარგავს, ეგ იმედი. უბრალოდ ნახევარფინალში 3 ქულა გავანიავე იმის გამო, რომ ადრე დავასწარი და ფინალში მაგის გამო შევიკავე თავი და პირიქით დამაყდა. ნუ რაღაცა სტრატეგიულად იგივე ვალენსიაზე, რაღაცა და ორჯერ და გასაუბრებაზე შექმნილი წარმოდგენა თუ რა იქნება ხვალ ხშირად არ არის ხოლმე ეგრე რა. ხო, შეიძლება გასაუბრებაზე ვიღაცაზე იფიქრო, კარგი იქნება, ცუდი იქნება და მეორე დღეს სულ სხვა სურათი გვხვდება ხოლმე. ერთხელ მოიგო 4-დან თავიდან ვისაც ველოდი პირადად მე რომ მოიგებდა და ისიც გასაუბრების გამო რომ მიფიქრია რომ მოიგებდა. რეალურად პენალტების სერია ცოტა სპეციფიკური რაღაცაა და გაცდებით მიპირა მჭირდება ვიდრე მარტო ფაქტობრივი ცოდნა. სისწრაფე ჭირდება, ინტუიცია ჭირდება, რაღაც დოზით გამართლება ჭირდება, თუნდაც რა ფინალისტი, ვის დამარცხდა ფინალში, ძალიან ჩქარობდა ნახევარფინალში. და მე თითქოს ამან დააფრთხო და ფინალში ზედმეტად ფრთხილი იყო, რის გამოც ბევრჯერ დაასწრეს. ზუსტად ეგ ვიფიქრე. ბევრად ემოციურია ყველა სხვაზე, მარტო იმიტომ რომ ვინც გაიმარჯვა, ის ადამიანი შაშანაც ყავდა, გასაუბრებაც კი ვერ გაიარა, მეორე დღეზე ვერ გადავიდა და ადამიანი იმდენად აი ეს ხომ ახარებს. ერთი წელი ადამიანი დაჯდა, აი ეს მიზან დასახულად იმუშავა თავის თავზე, მოვიდა ერთი წლის მერე და მოიგო. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ კითხვის ნიშნების გარეშე მოიგო. კი. სხვათა შორის ეს ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მაყურებელს ვინც უყურებს ახლა თუ აქამდე არ თქმულა მთელ ამ ვიდეოში ახლა უნდა თქვა ძალიან საინტერესო დამთხოვაა რომ სასტუმრო რომელშიც ეხლა ვიმყოფებით და ამ სასტუმროსთან შემთხვევით კი არ მოვედით ახლა უბრალოდ აქ ვართ გაჩერებული ისედაც ამ სასტუმროში მუშაობს ხა გამარჯვებული და ეგეთ საინტერესო ძალიან უცნაური დამთხოვა გამოვიდა თან ის არ აქაც მითხრეს აქაც გავიგე მე რომ ანუ ესეთი ორად ისეთ მიზან დასახულია რაღაც 5 წუთი რო აქ რაღაც შესვენება აქაც სამუშაოს დროს ადგება მეცადნობს რაღაცებს იმეორებს ნახულობს აი მართლა და ეხლაც ვკითხებთ კი რომ მოიგო მე უკვე ვიცოდი რომ აქ იყო და გვიან გავიგე რა და დღეს ხო სამუშაო დღე ხო არ გახმეთით არ ვარ შეუძლება ამისთვის სპეციალურად მოემზადეო რაზლაბარაკო და რა გასაკვირია რომ მოიგო მაშინ ძალიან სასწაულოა რომ ეგეთ მიზან დასახულობა და შრომა დაუფასდა კი ეკუთვნოდა ნამდვილად. ბათუმი გველოდება წინ და ხო, ის შარშან ძალიან კარგი შესაძლებელი იყო ბათუმში, საკმაოდ მაღალი. კი, ვიცით. რამდენიმე მოთამაშე რადონისა და რა შეუძლია და მაგითო კარგი მოლოდინი მაგ პირადად მე ბათუმიდან. ნახოთ. კიდევ ერთი ღირსეული მონაწილე შეემატა მაგიდის დერბის ძირითად ტურნირს. აი ბაკურს კი თავის შანსი ექნება თბილისში
მაშინ როდესაც ფინალებში დამარცხებულებს შორის ჩატარდება მინი ტურნირი. მე დიდი ხნით არ დაგემშვიდობებით, შევხვდებით ბათუმში. დროებით.